18 წლიდან დავიწყეთ საქმიანობა, მხოლოდ ეს ისახავდა მიზნად ღვინის დაყენებას და დავაყენეთ ცოლიკაური, ოცხანური ჭაჭაზე ვადუღეთ, ასე რომ ვთქვათ. საკმაოდ კარგი გამომივიდა. ამას დაერთო ის, რომ რამოდენიმე ტუროპერატორი მყავდა სტუმრად და რო გავასინჯე, მათ შემოთავაზე სიდია, რომ ეს ღვინო ჩამომესხა. დღეისათვის სადღაც 6 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. ადე შეხედე ქვეყანას გორი და მგორის პირადა წეღან რომ ჩალად არ გაჩნდა ყველა თითქმის ბაღდათელი მეღვინეების 99% ორიენტირებული ვართ ბიო და არაფერს არ ვიყენებთ კონტაქტური პრეპარატების გარდა 15 მიასეთზე მაქვს ამ პუჩ ვენახი გაშენებული 20 მიასეთზე ახალი გაშენებული მაქვს და ალბათ უკვე 2 წელიწადში მოსავალი იქნება და ვფიქრობ რომ კიდე გავზარდო კიდე მაქვს ერთი ნაკვეთი შეძენილი და იქაც ვფიქრობ რომ ალბათ ახლა 500 დიდი კიდე всё абრძანდი всё დაბრძანდი მაისის თვეში ქართული ღვინის გილდიამ ჩაატარა იმერული ღვინის ფესტივალი, მაგრამ სანამ ეს ფესტივალი ჩატარდებოდა, ქონდა მოწვეული ყავდა ძალიან ცნობილი პიროვნება, ბატონი დავით ჩიჩუა, ერთ-ერთ მარანში და ჩავატარეთ ასე ვთქვათ ჩვენი მეღვინეების შიდა დეგუსტაცია, რომ ვცოდნოდა საორიენტაციოდ, რომ რომელი ღვინოები გაგვეგზავნა ამ ფესტივალზე, რადგან ვიცოდით, რომ ძალიან პრესტიჟული ფესტივალია. და ამ შერჩევის დროს მე საერთოდ არ მოვიდოდი ამ ფესტივალში მონაწილეობას, უბრალოდ გასასინჯებლად მივიტანე ჩემი ღვინო კრახულა. ძალიან მოიწონეს ეს ღვინო, დაუწყეს კითხვა ვისი ეს ღვინო და მოუთხარეს რომ ჩემი ღვინო. მითხრეს რომ აუცილებლად მივიღო ფესტივალში მონაწილეობა. ეს იყო ჩემი პირველი მონაწილეობა ფესტივალში და მიამაღლება რომ პირველი медаლი ავიღო. მოგეხსენებათ ჩვენ მარანი პანდემიის დროს მოახერხეთ, გაგვეკეთებია, მაგრამ მხოლოდ ღვინოზე ვიყავთ ორიენტირებული, რომ შეგვექმნა სათანადო სადეგუსტაციო სივრცე სტუმრებისთვის. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის და ალბათ ახალ ტურისტებისთვის მოგეხსენებათ, როცა კარგი შექმნი რაღაც პატარა ესეთი კარაიმოს და კარგ ღვინოს დაანებებ ეს ძალიან ნებისმიერი ადამიანისთვის დასამახსოვრებელია.